შუაღამე მშვიდობის ქოცნო. შუაღამე იწვის დნება შუაგულ ევროპაში. რატომ არ მძინავს, რომ იცოდეთ? დღეს პაპუაშვილმა თქვა, რომ იმდენად გაბოროტებულები არიან, ეხლა ციტირებ არაპირდაპირ რაღაც უფრო ცოტა საქილიკოთვა ამბობა ამ ყველაფერს, იმდენად გაბოროტებულები არიან და ისე უნდათო ჩვენიო ჩამონგრევაო, რომ საშუალება რომ გქონდეთო და უფლებაო, ხო ბომბებსაც გვესვრიან და რაკეტებსაც და რა ვიცი არაღით დავიწყებენ ბრძოლასო ეს ევროპელებიო და ვერ მივართვითო რა მაგათო, მაინც არ გავხდებით ისეთები, როგორც მაგათ უნდა თუ ანუ არც გავთხოვდებით თუ და არც არაფერ და არც დავკარგავთ ქართველობას. ეს არ მქონდა კაცო ბოლომდე მოსმენილი და უცებ ქვემოთა მხარეს სანამ ავსკროლავდი შემომხვდა უფრო ძვირფასი და ფრთიანი ფაზა, სადაც ქალბატონი ნინო წილოსანი უბნობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობასო უნდა მიეჩვიოს ხალხი და მოტივაცია სჭირდება თუ ამისთვისო და ამისთვის მოტივაციად აღიქმება მისი მხრიდან ფინანსური ჯარიმა. დაუშვათ მივიღეთ და გავითვალისწინეთ ქალბატონო ნინო ეს თქვენი რჩევა, როგორც ხალხის რჩეულისგან, რა თქმა უნდა ბრჭყალებში. ეხლა მე თქვენ გთავაზობთ, რომ ჩელენჯი გავაკეთოთ, დაიწყეთ თქვენ და ყვებიან მე სხვებიც. აი თქვენ რომ ჯარიმა გაქვთ თქვენს ოჯახს უბრალოდ არ შევალ ახლა დეტალებში, იმიტომ რომ ამას უჩემოდაც გაარკვევენ და არკვევენ უკვე დიდი დრო აღარ დარჩა მაგ თემასთან მიმართებაში. დასაბრუნებელ თანხაზე საუბრობს 65 მილიონზე ბიუჯეტში საქართველოსი. ეგება დააბრუნოთ ის თანხა ფინანსური ჯარიმის სახით მაინც. სანამ ეხლა თქვენ მანდ იყიდე-გაყიდეს მდგომარეობაში ხართ ალბათ დროებით, მაგრამ მაინც გაქვთ ეს ხელშეუხებლობის გარანტია. ხო და დააბრუნეთ ეს თანხა ქალბატონო ნინო, მიეცით მოტივაცია საქართველოს მოსახლეობას, რომ მაგალითი მოტივაცია და ასევე გადაბრძანდით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრთა შორის და დიქით იმ ადამიანებთან ერთად და იმგზავრეთ ზაფხული მოდის, ალბათ სასიამოვნო იქნება თქვენთვის ეს გზავრობა, მით უმეტეს როცა გაგრილების სისტემას არ ურთავენ გზავრებს. ხო, კიდე რა მინდა და გითხრით, მე თქვა, ჩამოდით იმ კოდა კუდიგორის მთიდან დაბლა, ჩამობრძანდით, იმიტომ რომ ასეც და ისეც მაინც ჩამოგიყვანენ დაბლა. აი ისე როგორც თქვენ მეგობარს ჯერ სუსი ჩააბარეს და შემდეგ წამოიყვანეს და ასკროლვა, გადაზიარება კომენტარების მინისტრად დაანიშნეს. მიხვდით ხო რაზე გესაუბრებით? გელოდებით ქალბატონო ნინო, აბა თქვენ იცით ახლა მიეცით მოტივაცია საკუთარ თავსაც, მოსახლეობასაც, დაგიფასებთ აუცილებლად ამას ქართველი ხალხი, რომ თქვენ ამ ხოლმე გმირობა ჩაიდინეთ და მოტივაცია მიეცით საკუთარ თავს, შემდეგ საკუთარ ხალხს, რომლის ამორჩეულადაც გინდათ რომ იყოთ და გვახვევთ ამ ყველაფერს თავს, მაგრამ არ გამოგვდით. და კიდე ერთი დღეს და არა და ალბათ უკვე ორი დღეა, რაც ილიანის სტუდენტებმა დაიწყეს აი იმ ბავშვების წამლისთვის თანხის შეგროვება, რომლებიც თქვენ ადამიანებად არ მიგაჩნიათ. კონკრეტულად თქვენ არ გულისხმობთ, საერთოდ არ მიგაჩნიათ ადამიანებად თქვენი გუნდის წევრებთან ერთად და წევრებს.
აი იმ ბავშვების დასახმარება შეიძლება აქ 50 მილიონი ვერ შეგროვდეს, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ პირადად? გარდა იმისა, რომ ის 65 მილიონი წაიღეთ საქართველოს ბიუჯეტიდან და თურმე ეკლესიები აგიშენებიათ და ეხლა რა ვქნათ, ქადაგებად დავეცეთ და ვილოცოთ თქვენთვის თუ სანთლები ავანდოთ. დააბრუნეთ ფინანსური ჯარიმის სახით ის თანხა და გაიჩინეთ мотиваცია თქვენთვის ჯერ და მე სხვას მიუთითეთ რა არის ან мотиваცია, ან რა мотиваცია სჭირდება ხალხს, რომელსაც ასე დასცინით. მშვიდობიანი ღამე.